გასაკუთრებით სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა სამი ქალის დაკავება, მათ შორის პატარზალი, რომელიც თავს დაესხა მის მომავალ მეუღლეს და მის თანახმად ახალგაზრდა ქალს დაჭრა ის მუცლის არეში, რაც შეეხება მის მომავალ მეუღლეს, ის დაჭრილია კიდურების არეში, არტერია აქვს გადაჭრილი და მის გადარჩენას ექიმები ჯელ ჰოსპიტალში, მარნეულში, კლინიკაში ამ დრომდე ცდილობენ. რაც შეეხება მის თანახმად ქალბატონებს, ერთ-ერთი არის შუახნის ქალი, რომელიც თან ახლდა ახალგაზრდა ქალს ძალდობაში მხილებულ ქალბატონს და ისიც იყო შეიარაღებული, როგორც შინაგანსაკუთრებთა სამინისტროში აცხადებენ, ცივი იარაღით, დანით. რაც შეეხება მესამე პირს, ასევე ახალგაზრდა ქალს, ის ორივე მათგანს კორპუსის ქვემოთ ელოდებოდა ავტომობილში და როგორც ირკვევა, მას შემდეგ რაც დაჭრილი მამაკაცი საკუთარი ფეხით ჩავიდა მე-7 სართულიდან ეზოში კორპუსთან და ის მისი ავტომობილით ცდილობდა დაეტოვებინა ტერიტორია, მისულიყო კლინიკამდე დაჭრილ მდგომარეობაში, ხელმეორედ დაესხა თავს და გაუსწორდა ფიზიკურად დაჭრილ მამაკაცს ახალგაზრდა ქალბატონი. ეს არის მესამე პირი, რომელსაც ასევე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ ბრალი. სამივე მათგანმა ითანამშრომლა შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. მთელი ღამის განმავლობაში ისინი მარნეულის პოლიციაში იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე და დღეს გამთენიას მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული. მიზეზი გახდა ეჭვიანობა. ახალგაზრდა ქალმა თავად აღიარა სამართალდამცველებთან, რომ ის დაქორწინებას გეგმავდა მის მომავალ მეუღლესთან, ახალგაზრდა მამაკაცთან და მას შემდეგ რაც შეიტყო ღალატის შესახებ, ის მივიდა საცხოვრებელ სახლში, სადაც უნდა ეცხოვრა წყვილს დაქორწინების შემდგომ და აღმოაჩინა ფაქტი ახალგაზრდა ქალი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია მისი გაღიზიანება და ის დანით შეიარაღებული თავს დაესხა ორივეს. მე ბინა მივაქირავე წყვილს, ვიცოდი რომ დანიშნულები იყვნენ. ერთად გადმოიტანეს პირადი ნივთებიც, მზითვები. გუშინ პოლიციამ დამირეკა და სასწრაფოდ მისვლა მთხოვა. ადგილზე ეს უბედურება დამხვდა. პოლიციამ ჩემი თანდასწრებით წაიყვანა ის გოგო განყოფილებაში. დანაც ამოიღეს. მეც რამდენიმე საათი ვიკითხებოდი. დაჭრილი გოგონა სასწრაფომ წაიყვანა. კლინიკაში რომ მივედი, ჯერ ისევ ბინაში იყო. ის დაჭრილი საქმრო თავისით გაქცეულა კლინიკაში. მე სახანძროს ხმაზე გავედი გარეთ. არ ვიცი რატომ გამოიძახეს სახანძრო. ალბათ აფეთქებით ან ცეცხლის წაკიდებითაც იმუქრებოდა ის გამწარებული გოგო. როგორც მოისმინეთ, მთელი ღამის განმავლობაში დაკითხვების სერია მიმდინარეობდა მარნეულის პოლიციაში, დაიკითხა ასევე ბინის მეპატრონე, რომელმაც ფართი მიაქირავა ახალგაზრდა წყვილს, მან სრული ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებლებს. რაც შეეხება დაკავებულ ქალბატონებს, ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში დაელოდებიან ახლა სასამართლო პროცესის ჩანიშვნას, წარდგენილი მუხლის შესაბამისად, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.